ერთ დღეს 1900 წელს პარიზში ერთი მეფის ელჩი შევიდა ბორდელში, საფრანგეთის დედაქალაქში. დედაქალაქში ის მოქმედებდა თავისი დამსაქმებლის 64 წლის ლეოპოლდ მეორის სახელით. გოგონა, რომელსაც ის ეძებდა, იყო კაროლინ ლაგრუა, მხოლოდ 16 წლის. ეს იყო დასაწყისი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური სამეფო რომანისა, რომელმაც ლაგრუა ბელგიის ყველაზე სძულებულ ქალად და ამავე დროს მულტიმილიონერად აქცია. მოდით მისი ისტორია გავიცნოთ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მას ძირითადად კაროლინ ლაგრუად იცნობენ, ქალი, რომელიც ბელგიის მეფის საყვარელი გახდა, სინამდვილეში ბლანში სელია ჟოზეფინ დე ლაგრუად დაიბადა. 1883 წლის 13 მაისს ბუქარესტის ქალაქში, რუმინეთის სამეფოში. მისი მამა იყო ჟიულ დე ლაგრუა, ხოლო დედა კატერინ ჟოზეფინ სებილი. მისი ადრეული ცხოვრების დეტალები მწირია და მოგვიანებით განვითარებული მოვლენების გამო მათ გარკვეული მითიური ხასიათი შეიძინეს. ერთი ამბავი ამტკიცებს, რომ ის იყო თავისი მშობლების მე-13 შვილი. სხვა წყაროები მიუთითებენ, რომ მისი მამა ფრანგი დიპლომატი იყო, რომელიც ბლანშის დაბადების დროს ბუქარესტში მუშაობდა. მაშინ, როცა ზოგიერთი უფრო მოკრძალებულად აღწერს მას, როგორც ქალაქში მდებარე ფრანგული მისიის დარაჯს. სხვა წყაროები მიუთითებენ, რომ თავისი სამსახურის პარალელურად ის ხელსაყრელ ბიზნეს გარიგებებს ეწეოდა რუმინეთში, ქვეყანაში, რომლის ნავთობის სიმდიდრე მას ეკონომიკური მნური მნიშვნელობა მიანიჭა ევროპის ინდუსტრიალიზაციის პერიოდში. რაც არ უნდა იყოს სიმართლე, აშკარად ჩანს, რომ ოჯახმა სიმდიდრეს ვერ მიაღწია. ბლანში იძულებული იყო ახალგაზრდობაში ბარში ემუშავა, ხოლო 1890 წლების ბოლოსთვის, როცა ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, უკვე თავის მეძავთა სახლში მუშაობდა. იქ მან კაროლინის სახელის გამოყენება დაიწყო. ბელ ეპოქის პარიზში ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ ამ სფეროში მომუშავე ადამიანები ფსევდონიმს იყენებდნენ და მალე მან ძალიან მნიშვნელოვანი პირების ყურადღებაც მიიპყრო. როგორც ჩანს, კაროლინს უკვე 1900-ისთვის წელი ჰქონდა სახელი მოპოვებული, როცა ის თავის მე-17 დაბადების დღეს უახლოვდებოდა. და სწორედ ამ პერიოდში ბელგიის მეფე ლეოპოლდ მეორე, რომელიც 1865 წლიდან მართავდა ქვეყანას, სტუმრობდა საფრანგეთის დედაქალაქს. იმ დროს კაროლინი ანტუან ემანუელ დიურიუს საყვარელი იყო, რომელიც ფრანგი ყოფილი სამხედრო ოფიცერი და მასზე 18 წლით უფროსი გახლდათ. დიურიუ ასევე ასრულებდა იმ როლს, რასაც დღეს ფაქტობრივად სუტენიორს უწოდებდით. ის აწყობდა შეხვედრებს კაროლინსა და მდიდარ კლიენტებს შორის. ისინი უცნაური თბილი იყვნენ. დიურიუს აზარტული თამაშების პრობლემა ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ კაროლინი ფულს შოულობდა, ისინი მუდმივად ვალებში იყვნენ, რადგან დედაქალაქის ელიტურ ელიზეს სასახლეში ცხოვრობდნენ. ამ დროს ლეოპოლდი საფრანგეთში სტუმრობდა და კაროლინ ლაგრუას შესახებ გაიგო. მას აღწერდნენ როგორც საშუალოზე მაღალს, ტანად მსხვილს, მაგრამ ელეგანტურს, ლამაზგანიას და უხვი წაბლისფერი თმით. დაინტერესებულმა მან თავისი თანამშრომელი ელიზეს სასახლეში გაგზავნა, სადაც მან უთხრა: "ქალბატონო, მე გაუნგზავნა ერთმა ბატონმა, რომელმაც შეგამჩნიათ. ის ძალიან მაღალი რანგის პიროვნებაა, მაგრამ მისი მაღალი სტატუსი მაიძულებს, მისი სახელი არ გაგიმხილოთ." ლეოპოლდთან შეხვედრა მეორე დღესვე დაიგეგმა. კაროლინის მემუარების მიხედვით, რომელიც მან 10 წლეულების შემდეგ გამოაქვეყნა, ის მაშინვე ლეოპოლდის საყვარელი გახდა, რადგან ლეოპოლდმა მას ავსტრიაში ერთად გამგზავრება შესთავაზა. პირველი შეხვედრის შემდეგ შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც დიურიუეს ფული გადაუხადეს. როგორც კი ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ლეოპოლდის კავშირი ლაგრუასთან სწრაფად გადაიქცა საჯარო სკანდალად. მიუხედავად იმისა, რომ მან მანამდე სხვა საყვარლებიც ჰყავდა და მიიღო მეტსახელი ბელგიელთა და ლამაზი ქალების მეფე, მისი რომანი კაროლინთან სრულიად განსხვავებული იყო ყველა დანარჩენისგან. პირველ რიგში ის იყო ამაღი, ფიცხი და გაუნათლებელი უბრალო ქალი, რომელიც მეძავად მუშაობდა, მაშინ როცა ის თითქმის 9 საუკუნით უფროსი იყო. ლეოპოლდი ასევე ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო თავის მრავალტანჯულ ცოლზე, ავსტრიელ მარი ანრიეტაზე, რომელთანაც 4 შვილი ჰყავდა. 3 ქალიშვილი, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ და ვაჟი, რომელიც ბავშვობაში გარდაიცვალა. მარი ანრიეტა 1902 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. მაგრამ იმ პირველი 2 წელიწადი და ნახევარი, როცა მეფე თავის თინეიჯერ საყვარელს ხვდებოდა, ის დაქორწინებული კაცი იყო. დედოფლის გარდაცვალებამდეც კი კაროლინის როლი ლეოპოლდის ცხოვრებაში სულ უფრო რთული დასამალავი ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჩვეულებრივ კალბის სახელით ამგზავრებდა, ლეოპოლდმა განსაკუთრებული ნაბიჯი გადადგა და 1901 წელს დედოფალ ვიქტორიას დაკრძალვაზე კაროლინი თან წაიყვანა, რამაც ევროპული სამეფო კარები შოკში ჩააგდო და ბრიუსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
როდესაც მომდევნო წელს მისი საკუთარი დედოფალი გარდაიცვალა, ბოლოს შეზღუდვებიც მოიხსნა და კაროლინის პოზიცია უფრო ღიად იქნა აღაღიარებული. ირონიულად, საყვარელის ასე აშკარად გამოჩენამ ლეოპოლდს სახში უფრო მეტი პოპულარობა დაუკარგა, ვიდრე კონგოში ჩადენილმა სასტიკმა დანაშაულებმა, როგორც მალე ვნახავთ. საბოლოოდ წყვილს ორი შვილი შეეძინა. 1906 წლის თებერვალში მათ ვაჟი შეეძინათ, სახელად ლუსიენ ფილიპე. მეორე ვაჟი, ფილიპე ანრი, 1907 წლის ოქტომბერში დაიბადა. ორი ვაჟის დაბადებამ ურთიერთობა კიდევ უფრო გაართულა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქორწინების გარეშე დაიბადნენ, ლეოპოლდის ერთადერთი ვაჟი პირველი ცოლისგან ბავშვობაში გარდაიცვალა. და რადგან ბელგიის კანონმდებლობით ქალებს ტახტზე ასვა არ შეეძლოთ, მას სურდა ლაკუასთან ურთიერთობის შედეგად დაბადებული ვაჟები ეცნო, რათა მის შვილთაგან ერთს ტახტზე ასვლა შეძლებოდა. საბოლოოდ მან ეს არასდროს გააკეთა და როდესაც 1909 წელს გარდაიცვალა, მას ტახტზე მისი ძმისშვილი ალბერტი შეცვალა. მისი ცოლის გარდაცვალების შემდეგ წლებში მუდმივად ვრცელდებოდა ხმები, რომ ლეოპოლდმა საიდუმლოდ იქორწინა კაროლინზე. რაც სკანდალური იქნებოდა მაშინაც კი, თუ ის არ ყოფილიყო ყოფილი კურტიზანი და თითქმის ნახევარი საუკუნით უმცროსი. ეს იმიტომ, რომ ასეთი კავშირი ითვლებოდა მორგანატულ ქორწინებად, რაც ნიშნავს ქორწინებას სოციალური სტატუსით უთანასწორო ადამიანებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ქორწინებები თანამედროვე ეპოქაში ფართოდ მიღებულია, მე-20 საუკუნის შუა პერიოდამდე სამეფო მეუღლეებისგან მოელოდნენ, რომ ისინი სხვა სამეფო დინასტიებიდან ან უმაღლესი არისტოკრატიიდან იქნებოდნენ. ყველაფერი, რაც ამაზე ნაკლები იყო, დინასტიური ტრადიციის დარღვევად ითვლებოდა და როგორც წესი, მკაცრ წინააღმდეგობას აწყდებოდა. ეს ხმები პიკს მიაღწია 1906 წელს, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით გაზეთებმა დაიწყეს სტატიების გამოქვეყნება იმის შესახებ, რომ ლეოპოლდმა ქეროლაინზე იქორწინა. მაგალითად, 1906 წლის შობის შემდეგ ახალ ზელანდიაში გაზეთმა სტარმა გამოაქვეყნა მისი პროფილი სათაურით ბელგიის მმართველის მორგანატული ცოლი. ფაქტობრივად მტკიცებულების გარეშე სტატიაში იყო მინიშნება, რომ ქორწილი უკვე შედგა, რომ კაროლინა უკვე მორგანატურ ქორწინებაში იყო ლეოპოლდთან და რომ ის გეგმავდა თავისი შვილების ბელგიის ტახტის მემკვიდრეობის რიგში აღიარებას. რეალურად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ასეთი ადრეული ქორწინება ოდესმე შედგა. კაროლინა მხოლოდ ლეოპოლდის სიცოცხლის ბოლო დღეებში შეძლო საბოლოოდ დაერწმუნებინა, რომ მასზე დაქორწინებულიყო. მუდმივი ჭორი იმის შესახებ, რომ ისინი უკვე 1906 წელს დაქორწინდნენ, გაჩნდა მაშინ, როდესაც მეფემ მოულოდნელად მიანიჭა მას ბარონესა ვონის ტიტული, მათი პირველი შვილის დაბადების შემდეგ. იმ თებერვალში ეს იყო ისეთი უჩვეულო ქმედება, რომ ბევრმა იფიქრა, ეს მხოლოდ ქორწინებით შეიძლებოდა ყოფილიყო გამყარებული. მალე დაუბრუნდებით ლეოპოლდის ცხოვრების ბოლო დღეებთან, მაგრამ ჯერ უნდა შევხედოთ იმ რეალურ გარემოებებს, რომელშიც ის ცხოვრობდა 1900-იან წლებში. იმ დროს ლეოპოლდი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო დედამიწაზე. ეს მისი აფრიკაში არსებული კოლონიური საკუთრებების გამო იყო. აფრიკის კოლონიური დაყოფის პიკზე ლეოპოლდმა ბერლინის კონგრესზე 1884 წელს უზარმაზარი კონგოს რეგიონის კონტროლი მოიპოვა. სხვადასხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, როგორიცაა ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია, რომლებიც იმ დროს მთელ კონტინენტზე კოლონიებს იძენდნენ, კონგო ბელგიის კოლონიად არ ქცეულა. ამის ნაცვლად ის ლეოპოლდის პირადი საკუთრება იყო, კერძო სამფლობელო. შემდეგი 24 წლის განმავლობაში მან ინტენსიურად განავითარა იგი როგორც ნედლეულის, მაგალითად რეზინისა და სპილოს ძვლის წყარო. დღეს მისი მმართველობის სრული სისასტიკე გამჟღავნებულია, რაც არჩვენებს, რომ ლეოპოლდმა თავისი პირადი ძალები, მასობრივი მონობისა და საშინელი ქმედებების ჩადენაში ჩართო, რათა მაქსიმალური მოგება მიეღო. ამ პროცესში ის უზომოდ გამდიდრდა. ბელგიაში, როდესაც გაირკვა, რომ ლეოპოლდის მიერ კონგოდან ამოღებული უზარმაზარი სიმდიდრე ქვეყანას არ ამდიდრებდა, არამედ მის პირად ცხოვრებას აფინანსებდა ქალთან, რომელიც იმდენად ახალგაზრდა იყო, რომ მისი შვილიშვილი შეიძლებოდა ყოფილიყო, კაროლინი ძალიან არაპოპულარული გახდა. კაროლინი ამ ძარცვის ყველაზე თვალსაჩინო ბენეფიციარი გახდა. მას ბრწყინვალე ბრიუსელის სასახლე გადაეცა, რომელიც სამეფო ხარჯზე იყო აღჭურვილი და მომსახურებული. ასევე მდიდრული თავშესაფარი საფრანგეთის რივიერაზე, ვილა ლა ლეოპოლდა. და თითქოს ამოუწურავი ფულის ნაკადი, რომლითაც კაროლინი ყველა თავის სურვილს იკმაყოფილებდა, როცა მეფესთან ერთად ევროპაში მოგზაურობდა და ყიდულობდა ყველაფერს, რაც სურდა. როცა კაროლინმა იჩივლა, რომ ბრიუსელში მისი საპიდლებისთვის დრო არ ყოფნი და მატარებლის განრიგის გამო, მეფემ უბრალოდ 1 საათით დააგვიანა ექსპრესის გასვლა, რათა ქალაქის ცენტრიდან ლარკინში, დედაქალაქის გარეუბანში მდებარე მის სასახლემდე, უფრო გვიან წასულიყო. ეს ყველაფერი სისხლიანი ფული იყო, რომელიც ლეოპოლდის მოხელეების კონგოში ჩადენილი დანაშაულების ხარჯზე გროვდებოდა.
შედეგად ის მალე კონგოს დედოფლად გახდა ცნობილი. 1908 წლისთვის ეს დანაშაულები ევროპაში გახდა ცნობილი და ბელგიის მთავრობამ კოლონია ლეოპოლდს ჩამოართვა და პირდაპირ კონტროლის ქვეშ მოაქცია. მიუხედავად იმისა, რომ საყვალისგან დიდი სიმდიდრე მიიღო, კაროლინმა ურთიერთობა არ შეწყვიტა თავის ყოფილ სუტენიორთან, ანტუან ემანუელ დიურიუესთან. მან კაროლინს ბრიუსელში გაჰყვა და სავარაუდოდ იქ ცხოვრობდა იმ ფულით, რომელიც მისგან მიიღო. ხანდახან მას ამჩნევდნენ, როგორ შედიოდა და გამოდიოდა კაროლინის სახლიდან, ხოლო მისი მცდელობა დაეფარა ეს და ეთქვა, რომ ის მისი ძმა იყო, მხოლოდ გარკვეული დროით ჭრიდა. ლეოპოლდმა მალე მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა და მისი ეჭვიანობა გაიზარდა. მას შემდეგ, რაც კაროლინს დაუპირისპირდა, მან ბრძანა, რომ მისი სახლისა და ახლომდებარე სასახლის შორის ყველა ხედი დამფარავი დაბრკოლება დაენგრიათ. იმისთვის, რომ პირდაპირ ეყურებინა ეზოში და კაროლინი, ან ვინც გაბედავდა მის მონახულებას, მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ ყოლობა. 1919 წლის დეკემბრის დასაწყისში ლეოპოლდი მძიმედ დაავადდა. შემდეგ 12 დეკემბერს წლების განმავლობაში უარის თქმის შემდეგ მან საბოლოოდ იქორწინა კაროლინზე. 5 დღის შემდეგ, 74 წლის ასაკში, გარდაიცვალა და მას მემკვიდრეობით მოჰყვა მისი ძმისშვილი ალბერტი. კონტროვერსია მაშინვე დაიწყო. ლეოპოლდმა თავისი ანდერძი და ფინანსები ისე მოაწყო, რომ მათი უმეტესობა კაროლინეს გადაეცა, ან მათი ორი ვაჟისთვის, როცა გაიზრდებოდნენ, ტრასტებსა და ფიქტიურ კომპანიებში იყო განთავსებული. ზუსტი თანხა დღემდე უცნობია, მაგრამ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იმ დროისთვის ეს ათეულობით მილიონს აღწევდა, რაც დღევანდელი ფულით დაახლოებით $1 მილიარდ ან მეტს შეადგენს. ლეოპოლდის ურთიერთობა თავისი პირველი ქორწინებიდან ქალიშვილებთან წლების განმავლობაში დაძაბული იყო და მათ შორის დაახლოებით 6 მილიონი ფრანკი დარჩათ. ეს მხოლოდ მცირე ნაწილი იყო იმ უზარმაზარი სიმდიდრისა, რომელიც მან კონგოში თავისი საშინელი ქმედებებით დააგროვა და ნებისმიერ შემთხვევაში ეს თანხა მათ ძირითადად ბელგიის სახელმწიფოს მეშვეობით გადაეცათ და არა ლეოპოლდის ანდერძით. სიკვდილის საწოლზე მყოფა მეფემაც კი უარი თქვა ქალიშვილების ნახვაზე, მაგრამ კაროლინა იქ იყო, როცა ის გარდაიცვალა. ლეოპოლდის გარდაცვალებისთანავე სასამართლო საქმეები გაიზარდა, რადგან მისი ქალიშვილები ცდილობდნენ მეტი ქონება მიეღოთ. მეფე ალბერტმა სცადა უკან დაებრუნებინა ის ქონება, რაც ლეოპოლდმა თავისი ხანგრძლივი საყვარელისთვის დატოვა. მაგალითად, ის გამოასახლეს ვილა ლა ლეოპოლდადან, საფრანგეთის რივიერაზე, რომელიც ბელგიელთა ახალმა მეფემ ბელგიის გვირგვინის საკუთრებაში დააბრუნა. კაროლინა ახლა ბელგიელი საზოგადოების კიდევ უფრო მეტად სიძულვილის ობიექტი გახდა. სულ მცირე ერთხელ ბრიუსელის ქუჩებში მის ეტელს ქვები დაუშინეს. თუმცა ის თითქმის არ ადარდებდა არც ეს მტრული დამოკიდებულება და არც საკუთარი რეპუტაცია. ამის ნაცვლად მან დაქორწინდა დურიაზე, რომელიც 9 წელიწადნახევრის განმავლობაში ხან ხვდებოდა, ხანაც შორდებოდა მას, როცა კაროლინა ლეოპოლდის საყვარელი იყო. საინტერესოა, რომ თითქმის 10 წლიანი უცნაური და ფარული ურთიერთობის შემდეგ ქორწინებამ ყველაფერი დაანგრია. მათი ქორწინება მალე გაფუჭდა და 1913 წელს განქორწინდნენ. კაროლინმა ლეოპოლდის გარდაცვალების, მეორე ქორწინებისა და განქორწინების შემდეგაც კი მდიდრულად იცხოვრა, მიუხედავად სასამართლო პროცესებისა და სხვა დაბრკოლებებისა. მან მემკვიდრეობით მიიღო ლეოპოლდის ქონებიდან მინიმუმ 7 მილიონი ასარშიკის $, და შესაძლოა კიდევ უფრო მეტი, რაც თანამედროვე გაგებით უზარმაზარ სიმდიდრეს წარმოადგენს. მას დასავლეთ ევროპის არისტოკრატიაში რამდენიმე ცნობილი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ ის აღარასოდეს დაქორწინებულა. მისი უმცროსი ვაჟი ფილიპე 1914 წელს გარდაიცვალა, ხოლო უფროსი ვაჟი დიდხანს იცოცხლებს და 1984 წლამდე ტელფურენის ჰერცოგის ტიტულს ატარებს. კაროლინის შემდგომი ცხოვრება შედარებით ნაკლებად დრამატული იყო 1900-იან და 1910-იან წლებთან შედარებით. ის მშვიდად და ძალიან კომფორტულად ცხოვრობდა. საკმაოდ უცნაური ნაბიჯით, მას შემდეგ რაც მის გარშემო არსებული სკანდალები ჩაცხრა და ევროპამ იგი თითქმის დაივიწყა, კაროლინმა 1930-იან წლებში გადაწყვიტა, რომ თავისი ცხოვრების მემუარები გამოეცა. ის 1937 წელს გამოიცა ინგლისური სათაურით უბრალო ქალმა მეფეზე იქორწინა, როგორც ბარონესა დე ვონმა პოლ ფოსმა უკვა. ისტორიკოსები როგორც წესი მემუარების შინაარს სიფრთხილით ეკიდებიან, რადგან ბევრი ის დეტალი, რაც კაროლინმა ფოსთან საუბარში მოყვა, შესაძლოა არასწორი ყოფილიყო, ან უბრალოდ საკუთარი თავის სასარგებლოდ გადმოცემული. მან გადაიტანა მეორე მსოფლიო ომი და გარდაიცვალა საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში 1958 წლის 12 თებერვალს 64 წლის ასაკში. დიდი მადლობა ყველას, რომ უყურეთ ამ ვიდეო კაროლინ ლაკრუაზე. იმედი მაქვს თქვენთვის საინტერესო იყო. მონწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ მის ცხოვრებაზე და თუ გაქვთ რაიმე შემოთავაზება, ისიც დაწერეთ ქვემოთ კომენტარებში.
იმედი მაქვს, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი და ჩართული გაქვთ შეტყობინებები, რომ ყველა ჩემი ვიდეო მიიღოთ მაშინვე, როგორც კი ავტორთან. როგორც არ უნდა იყოს, ეს იყო ყველაფერი ჩემგან. ასე რომ გნახავთ შემდეგ დავიწყებული ცხოვრებების ეპიზოდში. გმადლობთ.